წარმოგიდგენთ ორიოდე გამონათქვამის განმარტებას. პირველი, ღმერთს ღმრთისა და კეისარს კეისრისა. გამოთქმა სახარებიდან მომდინარეობს. ერთხელ ქრისტესთან ფარისევლები მივიდნენ და გამოსაცდელად ჰკითხეს: უნდა ვაძლიოთ ხარკი კეისარს თუ არაო? იესო მიცოდა რა მათი მზაკრობა, უთხრა მათ: მიჩვენეთ სახარკო მონეტა. მიუტანეს მას დინარი. ვისია ეს სახე და წარწერა? იკითხა უფალმა. კეისრისა, უპასუხეს ფარისევლებმა. მაშინ მიუგო მათ: მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს ღმრთისა. გამოთქმა ნიშნავს, რომ ყველამ თავისი შესაბამისი უნდა მიიღოს, სასჯელიც და ჯილდოც. მეორე, ტალანტის მიწაში დაფლა. სახარების მიხედვით ერთი მდიდარი კაცი სხვაგან წავიდა და თავისი ქონება ქვეშევრდომებს დაუტოვა. ერთს მისცა 5 ტალანტი, მეორეს 2, მესამეს კი 1. პირველმა და მეორემ ეს ქონება ბრუნვაში გაუშვეს და დიდი მოგებაც ნახეს. მესამემ კი მიწაში ჩაფლა, არ დამეკარგოსო, თითქოს პატრონს შეუნახა. როცა ბატონი დაბრუნდა და ფული მოითხოვა, პირველმა ორმაგად დაუბრუნა და პატრონის ქება დაიმსახურა. მესამემ კი უთხრა, რომ მიწაში ჰქონდა დაფლული და ახლა თავისავე ფულს უკან უბრუნებს. მე პატრონე სასტიკად გააბრაზა მსახურის ასეთმა უქნარობამ და ამჟამად ტალანტის მიწაში დაფლას რაიმე მოსახმარის გამოუყენებლად, უსარგებლოდ შენახვას ვეძახით.